პროექტ საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს განსახლებისა და ტოლვილთა მინისტრი დავით არახველიძე ხვდება. ქრონიკა პირდაპირ ეთერში რთავს პრესკონფერენციას. გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ტოლვილთა სამინისტრო გზადაა ანგარიში ჩააბაროს განვლილი პერიოდის გაწეული საქმიანობის შესახებ მედიას. პირდაპირ დავიწყებ ძირითადი ჩვენი საქმიანობიდან, ეს არის დევნილთა განსახლების პროგრამა და მინდა გითხრათ, რომ განვლილ პერიოდში ჩვენ შევძელით, რომ მუდმივ სარგებლობაში საცხოვრებელი ბინა გადაგვეცა 730 დევნილი ოჯახისათვის და ქალაქის ტიპის დასახლებაში და შეგვესყიდა გამოგვესყიდა და გადაგვეცა მათთვის სოფელ ადგილებში კერძო სახლები მიწის ნაკვეთებით 75. ანუ სულ ჩვენ განვლილ პერიოდში 205 ოჯახს დაახლოებით 300-მდე დევნილს გადაუწყვიტეთ საცხოვრებელი პირობები გრძელვადიან სარგებლობაში. მათ შორის და საერთოდ საკუთრებაში სიმბოლურ ფასად ერთლარად ბინები გადაეცა 1052 დევნილ ოჯახს დაახლოებით 4000-მდე დევნილს. ამ სეგმენტში ჩვენი საქმიანობისა დასრულდა საპროექტო სამუშაოები დევნილთა ქალაქის ტიპის მასიური განსახლების ობიექტებისათვის და ეს არის თბილისში, ფონიჭალაში 16-22 სართულიანი корпуსის მშენებლობისათვის 4500 ოჯახზე, კრწანისში 2130 ოჯახისათვის და ქალაქ ბათუმში 1155 ოჯახისათვის. ეს ყველა ერთად ეს იყო დავით არახველიძის პრესკონფერენცია.